ჩემი ბებია აფხაზებმა თავის ეზოში დაიჭირეს. შემდეგ კი 20-მდე ტყვესთან ერთად სოფლის განაპირა სარდაფში გამოკეტეს. სოფელს გამოსასყიდით თანხა მოსთხოვეს. გადაუხდელობის შემთხვევაში კი შენობისათვის ცეცხლის წაკიდებით და ტყვეების ცოცხლად დაწვით იმუქრებოდნენ. ბებიას ნათლულს აფხაზი ცოლი ჰყავდა. ბიძაჩემმა შუამავალი გამონახა და რომელია ნუცა მეფორია, გაისმა აფხაზი მეომრის ხმა. მე გახლავართ, წამომდგარა შეცფუნებული ბებია. აფხაზს უთქვამს. თავისუფალი ხარ, შეგიძლია ერთი ვინმე გაიყოლო და წახვიდე. ნუცა მე წამიყვანე, ნუცა მე წამიყვანე. ჩაესმა ბებიას წამებისათვის განწირული ადამიანების ხმა. ვეღარ გაუძლო მეზობლების ტანჯვას და მტკიცად უპასუხა. სანამ ეს ხალხი აქ არის, არსად არ წავალ და თუ დაღუპვა გვიწერია, ყველანი ერთად დავიღუპებითო. მტერი გაოცებული დარჩენილა ხანდაზმული ქალის ასეთი თავდადებით. ყველა ტყვე მეორე დღესვე გაუთავისუფლებიათ. მე და ჩემმა ძმამ ბებიას ცოტნე დადიანი დავარქვით. ეს წერილი 90-იანი წლების ბოლოს ერთ-ერთ გაზეთში დაიბეჭდა. ბიჭს, რომელიც საკუთარ ბებიაზე ასეთი სიყვარულითა და ახტაცებით წერს, საამაყო მართლაც ბევრი აქვს და არა მარტო აქ აღწერილი თავდადების გამო. ჩანახატის მთავარი გმირი, ნუცა მეფორია, გალის რაიონის სოფელ ქვემო ბარღების საშუალო სკოლის დამსახურებული პედაგოგია. 45 წლის განმავლობაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა. მას შემდეგ რაც ომმა ათასობით ადამიანი იძულებული გახადა საკუთარი სახლკარი დაეტოვებინა, ნუცა ბებია იმ მცირე გამონაკლისთა რიცხვში აღმოჩნდა, ვინც საკუთარი სოფელი არ მიატოვა. უმძიმეს წლებში სოფელში დარჩენილ ქართველ ბავშვებს ყველასგან მალულად ასწავლიდა ქართულს, გადამწვარი სახლკარის ნანგრევების გვერდით აშენებულ პატარა შენობაში. ნუცა ბებია აფხაზეთიდან თბილისში პირველად 20 წლის შემდეგ ჩამოვიდა. აფხაზები კი არ ყავდნენ, დაგერავებულები ყავდნენ ალბათ. ჩამოსვლის მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაა. როგორც თავად აღნიშნავს, არაერთ სულიერ ტკივილს გაუძლო, მაგრამ ფიზიკურ ტკივილთან გამკლავება ცოტა გაუჭირდა. თბილისში დროებით ჩამოსულს სიყვარულით ხვდებიან თავისი ყოფილი მოსწავლეები, მეზობლები, ნათესავები. თვითონაც სიამაყის გრძნობით იხსენებს ყოველ წარმატებულ მოსწავლეს. ამბობს, რომ თითოეული მათგანი ახსოვს და ენატრება, მაგრამ მათზე იმდენად არ დარდობს, იმიტომ რომ იცის კარგად არიან. ნუცა ბებიას მთავარი საზრუნავი და ტკივილი აფხაზეთში დარჩენილი ის პატარები არიან, რომლებსაც სამწუხაროდ თითქმის აღარ აქვთ საშუალება მშობლიურ ენაზე მიიღონ განათლება. ყველა აღფრთოვანებულია იმ შემართებით, რომელიც 79 წლის შვილმკვდარ დედას ჯერ კიდევ აძლევს ძალას და სურვილს დახმარების ხელი გაუწოდოს მომავალ თაობებს, მათ სულიერ აღზრდასა და მომავალზე იზრუნოს. გარდა იმისა, რომ ნუცა ბებია დამსახურებული პედაგოგია, ლექსებსაც წერს. საკუთარი ხელით შედგენილი კრებული რამდენიმე ათეულ ლექსიდევს. ლექსები ძირითადად ომის თემატიკაზეა. ამბები, რომლებსაც ნუცა ბებია ყვება, შემზარავი სიცხადით აღწერს ჩვენი ქვეყნის უკანასკნელი 20 წლედის ტრაგიკულ ისტორიასა და საშინელობს, რომელმაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ჰაჯი უსუპ, შენი დიდებული ერი, ასე რაღამ შეშალა და გადარია. აფხაზეთში ავკაცები რომ მომრავლდნენ, ბათუსთანა ვაჟკაცები სად არიან? თუნდაც საფარბეგი რაღა იქნა, თუნდაც მხოლოდ საფარბეგი, იგი, ვინაც ხალატისთვის უყოყმალოდ და უსიტყვოდ მიუშვირა ტყვიას მკერდი. აფხაზეთო, ჩემო კარგო აფხაზეთო, გასაოცრად ლამაზო და მშვენიერო, კაცთ მოყარე შენიერის დაკნინება, რომ იცოდე როგორ არ მსურს დავიჯერო, მაგრამ გრევა მტვრევისა და ხოცვა ჟლეტის საშინელ ფაქტს როგორ გინდა დაემალო. ისტორიას სინამდვილის აღმოსვაში არ მოხდება რომ რაიმე შეეშალოს. ჰაჯი უსუპ, შენი დიდებული ერი, ასე რაღამ შეშალა და გადარია. რომ იგნით თავიანთი თანამოძმის წმინდა სისხლის დასაყრელად მზად არიან, სად წავიდნენ ბათუსთანა ვაჟკაცები სად არიან?
როგორ მინდა ჩემს აფხაზეთს მშობლიურად მოვეფერო, ჭრილობებზე ძმათა სისხლის მდინარება შეუჩერო. დღეს ღირსება შელახული აფხაზეთის გული წმინდა, უწინდელი სისპეტაკით რომ ბრწყინავდეს, როგორ მინდა მის მიწაზე სიცოცხლე სულ გაიხაროს, ავკაცობის ნაკვალები მოისრას და წაიშალოს, ღმერთმა მოქნას ბედის ჩარხი კვლავ უყმა დაატრიალდეს, ქვეყანა ღვთისწყილ-ღვთომელი გავერანდეს, გატიალდეს. დღეს ღირსება შელახული აფხაზეთის გული წმინდა, უწინდელი სისპეტაკით რომ ბრწყინავდეს, როგორ მინდა. მოვიდი მარტო 19 დღე ვიყავი აქეთ, მერე მაშინათა გადავედი იქით და რომ გადავედი ჩემი სახლი აღაწევს, გადავუგეს. ნუცაბებიას არაერთი განსაცდელის მიუხედავად, მაინც ჯერა რომ ქართველები და აფხაზები კვლავ შეძლებენ ერთად ცხოვრებას. მთავარია მიტევება ისწავლონ.